ყველა გაოცებული არის მოკლედ რამ მაგრად შეძელით რომ გადაგეჭრათ ეს პრობლემა ორცხობილებზე და ესე კარგად დაგეგიგმათ ეს სუფრა. ყველა გარდა ამ კაცისა, რომელსაც ქვია არბეიგვა და რომელიც არის საკმაოდ ბრაზიანი კაცი და ამ მეფის მრჩეველი. და მიჩვეულია რომ თვითონ ჭრის ხოლმე ესეთ პრობლემებს და არ მოეწონა თქვენ რომ გადაჭერით პრობლემა და მეფეს ეუბნება რომ ეგ კაცო მარტივი პრობლემა იყო, ორცხობილები რა არაფერი არ იყო. უფრო რთული არის და ეგ არ გადაგვიჭრი არავისო. ჩიპსების პრობლემაა და მეფეც ხო რა თქმა უნდა ჩიპსებზე როგორ დამავიწყდა, ჩიპსებზეც უნდა ვკითხო. ანუ ეს არ დაჭიროებიათ საბედნიეროდ ამ ნადიმისთვის, მაგრამ აი მომავალში რომ გაითვალისწინონ, უფრო მაგიტომ. და ნუ თქვენც ინტერესდებით რა პრობლემაა ასეთ ჩიპსებზე და მეფეც გეუბნებათ რომ ჩიპსებზეც მსგავსად გვაქვს ეგეთი პრობლემა, რომ აი მალე გეგმავთ კიდე ერთ ნადიმს და უნდა მოვიდნენ ქალები, კაცები, ბავშვები და არ ვიცით რამდენი ჩიპსი, ანუ რამდენი შეკვრა ჩიპსი უნდა ვიყიდოთ. ბევრი ყიდვა არ გვინდა, არც გვინდა რომ ცოტა მოგვივიდეს. კარგი, თქვენ ნუ ინტერესდებით ქალები, კაცები, ბავშვები ვინ რამდენს ჭამს. არა, ბავშვებსო არ ვაძლევთო ჩიპსების ჭამის უფლებას ჩემ სამეფოშია. მაგრამ ქალები და კაცები მიირთმევენო და აი ისევ გეტყვით და იქნებ შეძლო შენ ამოხსნაო, შენ რაღაც კარგად ხსნი ესეთ პრობლემებსო და გვეუბნება წინა ნადიმზე და იმის წინა ნადიმზე როგორი იყო სიტუაცია. ესე იგი, წინა ნადიმზე იყო 200 კაცი და 300 ქალი. 200 კაცი და 300 ქალი იყო და ერთად ანუ ჯამში მიირთვეს. მოდი, მიირთვეს 1000, 1200 შეკვრა ჩიპსი. ეს იყო პირველი ნადიმი. მეორე ნადიმზე იყო 100 კაცი, 100 კაცი და 400 ქალი და ამჯერად 1100 შეკვრა შეიჭამა. და აბა შენიციო მიდი და ამოხსენიო, გეუბნება მეფე და თვითონ მიდის მასაჟებზე. და ჩვენ დავსხდეთ ახლა და ამოხსნათ. მოკლედ ძდებით და ისევ წინანდელივით თავიდან გავიაზრებთ იმას, რომ რაღაცნაირად ეს ვცვლი თქვენი მედი ეგ პრობლემა არ არის. გვჭირდება ორი რამის პოვნა. ერთი კაცი, ანუ კაცი რამდენს ჭამს საშუალოდ. ანუ ერთი კაცი რამდენს ჭამს და ანალოგიურად ქალი რამდენს ჭამს, იგივე რა, აღარ დავწერ ამას. მოკლედ ეს გვაქვს საპოვნელი. მოდი ისევ შემოვიღოთ ცვლადები. ცვლადები იყოს ესეთი, კაცებისთვის იყოს, მოდი, M, ხოლო ქალებისთვის იყოს W. აი ესეთი რაღაც. და ისევ გავაკეთოთ წინანდელივით განტოლებები შევადგინოთ. ესე იგი, ვიცით რომ 200 კაცმა და 300 ქალმა ერთად შეჭამეს 1200 შეკვრა ჩიპრი. ჩიპრი რა არის და ჩიპსი. 200 კაცი სულ რამდენს შეჭამდა? ნუ თუ დაუშვებთ რომ თითო ჭამს M-ს, მაშინ 200 შეჭამდა 200 ჯერ M-ს. მოიცა, სხვა ფერი. 200 ჯერ M-ს. ამას უნდა მივუმატოთ 300 ქალი რამდენ ჩიპს შეჭამდა. ეს რამდენი იქნება? 300 ჯერ W. 300 ანუ V ან რა ვიცი. 300 ჯერ W. და ეს ყველაფერი ერთად უდრის 1200. ესე იგი, სულ ასე შეჭამეს 1200. მსგავსად, მომდენო ნადიმზე 100 კაცმა შეჭამა 100 M ჩიპსი, უბრალოდ 100 M შეკვრა, ხოლო 400 ქალმა 400 W. და ერთად გამოვიდათ 1100 შეკვრა. ახლა უყურებთ ამ განტოლებებს და როგორ მოვიქცეთ? ესე რატო დავწერე ფერებით არ მესმის, მე გადავაკეთებ. საერთოდ არ იყო საჭირო ამათთვის ფერები. მოდი ნადიმების მიხედვით დავწერე. აქ უნდა იყოს წესით და რიგით უფრო ლურჯი ნადიმისაა. და აქ უნდა იყოს პირიქით ყვითელი. აი ეს. და აქაც ბარემ შევინარჩუნოთ ფერი. რა უაზროდ ვაკეთებ ფერებს დღეს. მოკლედ თან ვილაპარაკებ. ესე იგი, იმისთვის რომ ამოხსნათ ესეთი ორუცნობიანი განტოლება, როგორც გახსოვთ, რაღაცნაირად უნდა, დებილი ვარ. რაღაცნაირად უნდა გავაბათილოთ ერთ-ერთი უცნობი, ერთ-ერთ განტოლებაში. წინა შემთხვევაში არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ შეიძლება არც გინახავთ ჯერ. გაგვიმართლა საკმაოდ და ორგანი იყო ისეთი წევრი, რომ ერთმანეთს თუ გამოვაკლებდით, პირდაპირ ბათილდებოდა. აქ არსად არ არის მსგავსი წევრი, მაგრამ თუ დაუკვირდებით ერთ-ერთ განტოლებაში და იმედი ამას არჩევთ, რომ 100 M წერია აქ, შეგვიძლია манипуляცია ჩავატაროთ ისე, რომ დავამსგავსოთ ეს წევრი ამ წევრს. კერძოდ როგორ? აი, რო ავიღო ახლა და მთელი ეს განტოლება, ანუ მარცხენა მხარეც და მარჯვენა მხარეც რომ გავამრავლო -2-ზე. რა მოხდება?
ეს გახდება -200m, ეს გახდება -800w და ეს გახდება -2200. თითქოს არაფერი, მაგრამ სინამდვილეში ამით იმას მივაღწევ, რომ თუ განტოლების ეს მხარე დაუმატე ამას და განტოლების ეს მხარე დაუმატე ამას, იმიტომ რომ არაფერი ამით არ დაშავდება, ხო? ანუ განტოლების ორივე მხარეს თუ ერთსა და იმავე სიდიდეს უმატებ, არ ვაშავებ არაფერს და ეს სიდიდე არის იგივე რაც ეს სიდიდე, მაშინ ეს თუ დაუმატე ამას და ეს თუ დაუმატე ამას, ესე იგი ამ ყვითელი განტოლებისთვის დამემატებია ერთი და იგივე სიდიდე ორივე მხარეს, ხო? ესე იგი თუ ეს შეცვლილი მხარე დაუმატე ამ მარცხენა მხარეს, აქ -200m მექნება და აქ დადებითი 200m მექნება და ერთმანეთს გააბათილებენ. ამიტომ მოდი ესე მოვიქცეთ. ესე იგი მოდი სხვა ფერით ვიზამ ამას. -2-ზე გავამრავლოთ ორივე მხარე. მაშინ ახალი გარდაქმნილი განტოლება იქნება -200m პლუს პლუსი არა მინუსი იქნება, აქაც რა მნიშვნელობა აქვს. -800w უდრის -2200. აი ესე მარტივად. მოდი ახლა ეს განტოლება მივუმატოთ ამ განტოლებას. ანუ განტოლების ეს მხარე დავუმატოთ ამ მხარეს, ეს მხარე კი ამ მხარეს. როგორც თქვი, -200m და 200m ერთმანეთს მოკლავენ გააბათილებენ. -800w და 300w ერთად მოგცემს 500w-ს მინუსით. იმიტომ რომ -800 გვაქვს და 300. ხოლო მეორე მხარეს გვექნება 1200 და -2200. -2200 და 1200 ჯამში გვაძლევენ -1000. -1000. ესეთი მარტივი განტოლება დაგვრჩა ერთი უცნობით. ახლა შეგვიძლია ორივე მხარე გავყოთ -500-ზე და მაშინ მივიღებთ რომ w თურმე ტოლი ყოფილა რამდენის? 2-ის, მინუსი აღარ უნდა. ან ორივე მხარეს მინუსი რადგან არის, წარმოვიდგინეთ რომ გაქრა და 500-ზე გაყოფილი 1000 არის 2. ესე იგი მივიღეთ რომ თურმე ერთი ქალი ამ ნადიმზე საშუალოდ ჭამს 2 შეკვრა ჩიპს. ეხლა კაცების შემთხვევა უფრო მარტივი საპონელი გახდა, იმიტომ რომ ესე რატო გავაკეთე არ ვიცი, იმიტომ რომ ქალების ერთი ქალის მიერ შეჭმული საშუალო რაოდენობა ვიპოვეთ, უბრალოდ ავიღოთ ერთ-ერთი განტოლება და ჩავსვათ ეს სიდიდე. მაშინ გვექნება 200 6 არ გვინდა აქ აშკარად 200m პლუს 300 გამრავლებული უკვე w-ზე რაც არის 2, ანუ 600 იქნება ეს. 300 გამრავლებული 2-ზე უდრის 1200. ახლა ორივე მხარეს ეს 600-ია, ხომ პირდაპირ. ორივე მხარეს რომ გამოვაკლოთ 600, აქეთ დაგვრჩება 600, აქეთ დაგვრჩება აღარაფერი. ანუ უბრალოდ ეს აღარ იქნება. ესე იგი 200m მივიღეთ რომ უდრის 600 და თუ ორივე მხარეს გავყოფთ 200-ზე, მივიღებთ რომ m თურმე ტოლია 600 გაყოფილი 200-ზე, ანუ 3-ის. ესე იგი თურმე საშუალოდ კაცი 3 შეკვრა ჩიპს ჭამს. რაც ბევრია სხვათა შორის, არაა ჯანმრთელი.